პირველ რიგში მინდა მეც მადლობა შევძღვნა, იმიტომ რომ ის მადლითა და წყალობით მთელი წელი შევძელით მაინც და ეს პატარა პროგრამა გარკვეულწილად გავიარეთ, წავიკითხეთ, სადაც ძირითადად თავმოყრილია ჩვენი პატრიარქის ეპისტოლეებიდან ბრძნული გამონათქვამები. აქ არის ჩვენი დიდი მწერლების, მოღვაწეების, ქართველი დიდი მამების, ასე ვთქვათ, თავმოყრილი აზრები და ფაქტობრივად ქართული გენის, ქართული სუნთქვის, ქართული მოდგმის მითიური შუაგულია გადმოცემული, როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა ამას. ეხლა შესავალ სიტყვას წავიკითხოთ წიგნს, რაც აწერია და უფრო კარგად მიხვდებით, რა იყო გადმოცემული მთელი წლის განმავლობაში. როცა გულს სამსხვერპლო თასის დარად სიცოცხლის წვენით ვივსებთ და ღმერთს ვაწოდით, პასუხად მადლსა და წყალობას ვიღებთ. საქართველოს გული ამგვარი სამსხვერპლო თასია. აი ესაა ქართული სამყარო. ეს არის მითიური სუნთქვით გადმოცემული ქართული გენი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძე ქართულ მითიურ შუაგულს კარდოს უწოდებს. ანუ როცა აი ჩვენ მსხვერპლის გაღება შეგვიძლია და შეგვიძლია უფალს მიუძღვნათ თავგანწირო ადამიანთა სამშობლოს მიმართ, მაშინ პასუხად წყალობას ვიღებთ, საღვთო მადლს ვიღებთ. აი საქართველოს გული ამგვარი სამსხვერპლო თასიაო. ამას იძახის ჩვენი გრიგოლი. მითიური კარდუ ყველა ქართველში ცოცხლობს. აი ხა ჩვენ რა თქვით, ეს ზოგადი ქართული გენი, მოდგმა ქართველთან, ყველა ქართველში ცოცხლობს, ჩემოთ ვიფასებო და მაინც არც ერთი ჩვენთაგანი არ არის. უხილავად ხელშეუხებლად ისხამს ხორცს თითოეულ ჩვენგანში. აი ეს არის მითიური სუნთქვა. რომ რეალურად პიროვნება, ან ერი, ან დაჯგუფება, ან რაღაცა კონკრეტულად კარდუ ასეთი არავინ არ არის. მაგრამ ეს არის მოდგმა ქართველთან. და რომელიც ჩვენში ცოცხლობს, თესვში, ძირში, სისხლში. ჩვენი მისია მივცეთ მას ჩვენში, ჩვენით საკუთარი არსის გამოთქმის საშუალებით. ანუ ჩემი მისია რა არის? აი ჩემში არსებული კარდუ როგორ გავაცოცხლო. მისი გენი, მისი მოდგმა, მისი ესე იგი ეს ქართული ტალანტი, ნიჭი, ეს ჩვენი ვაჟკაცობა, სიმამაცე, ის მადლად ბოძებული, მე ჩემში როგორ გავაცოცხლო და როგორ წარმოვაჩინო დღევანდელ თანამედროვე ცხოვრებაში. და წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ჩვენ პედაგოგებს გვევალება და ნახეთ რა შეგვიძლია. არაერთ ქართველში შეგვიძლია ეს ქართული სისხლი გავაცოცხლოთ და ეს ქართული ფესვები გავაცოცხლოთ. აი ამას ემსახურება ზოგადად ჩვენი სახელმძღვანელოების სამშობლო ცოდნეობა და იცით, რომ ეს კარდუ ერთგვარი თავმოყრა არის სკოლის 7 სახელმძღვანელოს ერთობლივი თავმოყრა, რომელიც უფრო სტუდენტებისთვის და პედაგოგებისთვის არის განკუთვნილი. ჩვენ დღეს ახლა ბოლო 33 გასაკვეთზე ვართ, რომელსაც ქვია განწყობის თეორია. აი ახლა ჩვენ უფრო მარტივად რო ახსნათ, ესე იგი დღევანდელ ურთულეს პირობებში, ახლა ჩვენ რო გადავხედოთ ჩვენს ქვეყანას, თქვენ ხვდებით, რომ უმძიმეს პერიოდი უდგა, უმძიმეს. შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე მძიმე. რატო? ვამბობთ, რომ 2 მილიონი ქართველია გასულიო. რამდენი წელია მაგას ვამბობთ, ჩემოთ ვიფასებთ. ალბათ 15 წელი მინიმუმ, 20 წელი ვამბობთ, რომ 2 მილიონი ქართველი გავიდა, რიგებია ისევ და გრინ კარტებს ისევ ავსებენ და ავსებენ საქართველოს ნახევარზე მეტი უმეტესობა რო იყვიან და რომ მისცა ახლა ამერიკაში წასვლის საშუალება, ვინც დარჩენილია, იმის ნახევარზე 80% ალბათ წავა. და
აქედან წასული ქართველი რომ ვეღარ ბრუნდება, ეს ფაქტია. გასაგებია, ისინი ძალიან, ასე ვთქვათ, ლოგიკურად აზროვნებენ, მათ ისწავლეს დასავლური ენა და ამბობენ, აბა მან რა გავაკეთოთ, რომ ჩამოვიდეთ. ან ჩამოდიან, ვერ გუობენ ამ სიტუაციას, ჩვენ შექმნის სიტუაციას და ძალიან მალევე ისე უკან ბრუნდები. ეს რეალობაა. უცხოეთში მეტი ქართველი იბადება, ვიდრე დღეს საქართველოში, ესეც ხო რეალობაა. გახსოვთ შალვა ამონაშვილმა რა თქვა? ესე იგი, ერთ-ერთ კლასზე მოგახსენებთო, დაამთავრა სკოლა და ყველა ბავშვი წავიდაო, აბსოლუტურად ერთი არ დარჩაო, წარმოიდგინე. და მე კაცი გამწარდა და თქვა, რომ აქედან წასულ ქართველებსო, შენი საქართველო საერთოდ არ აინტერესებს, შენი მშობლები, შენი ძირი, ფესი, მით უმეტეს, როცა 10 და 12 და 20 წელი ჩერდები, საერთოდ აღარც ენა ახსოვს და აღარც არაფერი და თვითონ მე ემიგრანტი ქართველები იქაო ბავშვებს, იქ დაბადებულ ბავშვებს ამბობენ, რომ ეს არის დაკარგული თაობა. და ფაქტობრივად ამას ჯერჯერობით რიცხვები იზრდება, ამას ჯერჯერობით არანაირი რაღაცა სასიხარულო და რაღაც სხვა ინფორმაცია არაფერი არ არის სიახლე, კიდევ ვიმეორებ, ისევ იგივე სიმძიმე გრძელდება, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი. იცით რომ ელემენტალური ის ვერ მივახციეთ, რომ აბორტის კანონი მიიღოს ქვეყანამ, უამრავი კვლელობა ხდება ჩვენს თვალწინ და იმის ძალაც არა აქვს ერს, რომ ამაზე გაილაშქროს და ეს მაინც ერის ცოდვათ რომ ჩამორიცხოს თლიანად ეს, იმიტომ რომ მამა პაისა აქ ესეთი სიტყვები. შეიძლება სხვა რო აბორტს აკეთებს, ჩემი ცოდვა არ არის, მაგრამ ერის ცოდვა ხო არის. და მე ვიბრძვი ამისთვის, ჩემი ერი რო ამ ცოდვაშია? აი როგორ ამბობენ, იცი? ის ჩადენილი ცოდვა კი არ იფანტება და კი არ მიავდება, ან მარტო იმ კონკრეტულ ერთ კაცს კი არ აწუხებს, ის ჩადენილი ცოდვა იკრიბება და აი ამ ცოდვის მიაყვარშია და ამ ცოდვის ბურუშია გახვეული ჩვენი ერი. და მე ის მაინც უნდა გავაკეთო, ვიბრძოლო მაინც რომ ეს არ იყოს და ჩვენ ამ ბრძოლის თავიც არ აქვს ამ ეტაპზე. სამწუხაროდ ასეთი მძიმეა სიტუაცია. მერე ქართველ ხალხმა მადლი დაკარგა დაქორწინების. აი, რამდენი დასაქორწინებელი კაცი ყავს მრევლში, დავანებოთ თავის სასწავლებლებს და სამსახურებს და უბნებს და სანათესაოს და რამდენი გასათხოვარი ქალი ყავს ასევე. აი, თითქოს მრევლში ქალის გასათხოვარია, კაცის დასაქორწინებელი, მაგრამ ვერ ქორწინებიან. აი, რაღაცა ეს მადლიც ამ ეტაპზე თითქოს დაკარგული გვაქვს. დაკარგული რატო გვაქვს? ელემენტარული მიზეზის გამო. როცა ჩვენ მომავალს არ უფრთხილდებით და უკლავთ, თავისთავად მადლი გვეკარგება იმ ოჯახის შექმნისაც, გამრავლებისას და ყველაფრის. სამაგიეროდ აბა დააკვირდით საქართველოში აზერბაიჯანელები რა კარგად მრავლდებიან. თითქმის ვერ ნახავთ ოჯახს მრავალშვილიანი რომ არ იყოს. ეს ფაქტია, სამწუხაროდ. ეგრე რომ ეს მძიმე სიტუაცია, რომელიც სამწუხაროდ დღეს საქართველოში დგა, თითქოს იძლევა ასეთ, ესე იგი, უარყოფით პესიმისტურ განწყობას, ქმნის. და ეს ხალხი რო იძახიან, ჯერ შეცვალეთ მათ სიტუაცია და მერე ჩამოვართ, რომ ჩამოვიდეთ, რა გავაკეთოთ, რას მომცემს საქართველო, რას მომცემს საქართველოში ცხოვრება, კიდევ ვიმეორებ, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ეს ხალხი მათ არ გამოდის. მაგრამ ეხლა რჩება, ესე იგი, რა ძალა რჩება მაშინ ბრძოლის. აი, ზუსტად ამიტომ განწყობის თეორიას როგორი ძალა აქვს. აი, ხო მე მეცნიერულად წაგიკითხავთ დიმიტრი უზნაძე, როგორ აყალიბებს აი ამ განწყობის თეორიას. რა თქვა პირველად?
ესე იგი, განწყობა ცალკეული ფსიქიური პროცესების ამსახველი. მცირე თეორია ეგონა ყველას. ანუ დიმიტრი უზნაძემდე, როგორც არის აღქმა, აზროვნება, ემოცია, ნებელობა, რომელიც ყველა ადამიანში არის. ეს ფსიქიური პროცესები. ერთ-ერთი ეგონათ, ასევე მცირე თეორია ეგონათ განწყობა. ანუ აღქმის, აზროვნების, ემოციის და ნებელობის გვერდზე მსოფლიო მეცნიერებაში მიღებული იყო ეს განწყობაც. ანუ რიგითი ერთ-ერთი. მრავალთა შორის განწყობაც ერთ-ერთი მცირე თეორია ეგონათ. ამ დაპირისპირებაში დიმიტრი უზნაძემ განწყობის ზოგად ფსიქოლოგიური დიდი თეორია შექმნა. ანუ მცირე თეორიად ითვლებოდა, რომელიც ჩამოგითვალეთ მათ შორის და უცბად ქართველი მეცნიერი ამბობს, არ არის ეს განწყობა რიგითი, ეს არის დიდი და განსაკუთრებული. და იმდენად დიდი, რომ ეს დანარჩენი ჩვენში არსებული, ეს ფსიქიური პროცესები, ამას დაემორჩილება. ანუ განწყობა შეუძლია მართოს აღქმა, აზროვნება, ემოცია და ნებელობა. აი, ესე იგი, მან განწყობა დაახასიათა როგორც ადამიანის გარკვეული ქცევისთვის მომზადების მდგომარეობა. ანუ რაღაცისთვის რო ემზადები, იმის წინა მდგომარეობა. წინასწარი შინაგანი მზადება გარკვეული საქმიანობისთვის. თუმცა შესაძლებელია მასზე სულაც არ ჰქონდეს გაცნობიერებული. ამ თეორიით ხდება ადამიანის ფსიქიკური აქტივობა, მისი მოქმედებისა და ცნობიერების წოდომა და შემეცნება. ეხლა რას ამბობს გაბრიელ ეპისკოპოსი, ჩვენი წმინდა მამა? აღმოჩნდა, რომ ტემპერამენტისა და ხასიათის ტიპებს საფუძვლად უდევს განწყობის ტიპები. ანუ რა, წესი განწყობით შეიძლება ტემპერამენტის და ხასიათის შეცვლაო. საბოლოოდ დიმიტრი უზნაძე ასკვნის, რომ ადამიანის ფსიქოლოგია მისი მთლიანი ფენომენის, მისი განწყობის საფუძველზე უნდა აიგოს, ხოლო მისი ცალკეული ფსიქოლოგიური პროცესები, აზროვნება, წარმოდგენა, ყურადღება, მოგონება, წარმოსახვა და ნებელობა მისი ქცევის განწყობას, ფორმირებას და მოქმედებას ემსახურებიან. უფრო მარტივად რომ თქვა, თუ ადამიანი სწორედ დამაჯერებლად განეცხო ამა თუ იმ საკითხის, საქმის ან საკითხის მიმართ, ის არათუ დაემორჩილება გარემო პირობებსა და არსებულ მდგომარეობას, არამედ დაიმორჩილებს კიდეც მას. ანუ ნახეთ ახლა, თუ მე ჩავთვალე, რომ განწყობა ჩვეულებრივი რიგითი, აი როგორც აღქმა და აზროვნება, ასეთი რიგითი ფსიქიური მოვლენა, ვერ დამეხმარება ვერაფერში. მაგრამ თუ მე ჩავთვალე, რომ ამ განწყობით მე შევცვლი მთლიანად ჩემ არსებულ რეალურ მდგომარეობას, ჩემ შიგნით აი ამ აღქმას, აზროვნებას, ემოციას, ნებელობას, მოთმინებას და ასე შემდეგ რა ადამიანური ფსიქიკური, მაშინ შეიძლება გამოვასწორო ესენი. ანუ გავაკეთო ისეთი საქმე, რომელიც დღეს შეუძლებათ მიმაჩნია. აი დღეს თითქოს, ესე იგი, ვთქვათ ასე, რომ აი რას მომცემთ საქართველოს ცხოვრება, როგორც ყველა დავაყენოთ. მაგრამ ნახეთ, კირილ მეორე, ჩვენი დიდი კათოლიკოს პატრიარქი 1917 წელს 10 წლის გადასახლების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, აკრძალული ჰქონდა საქართველოში ყოფნა. ამ დროს რუსეთში არეულობით ისარგებლა საქართველოს ეკლესიამ სასწრაფოდ, ასე ვთქვათ, შეუთანხმებლად, რუსეთთან შეუთანხმებლად უცბად მოაწყვეს საეკლესიო კრება და პატრიარქი დაასახელეს კირილ მეორე. ანუ დაასახელეს თავისი პატრიარქი, აღადგინეს. ეს რა თქმა უნდა იმათთან შეუთანხმებლად იყო. ხოდა კირილ მეორე გამოდის ამ დროს სვეტიცხოველში პირველ წლივას ატარებს და ღებულობს ბარათს, პატარა მინაწეს. ეხლაო შენ
სნაიპერის ტყვია გიყურებს შუბშიო. მაშინ ესე იგი იმდენად მართავდა კაკები და ეს ფარული ორგანიზაციები რუსეთის საქართველოში ყველაფერს, რომ წარმოიდგინეთ, სვეტიცხოვლის ტაძარში იყო ესე იგი ჩასაფრებული ადამიანი, ვინც ესე იგი სნაიპერი, რომელიც უმიზნებდა პირდაპირ. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვართ. და ღებულობს ამ ბარათს არ გამოხვიდე ამბიონზე, თორე შუბში მოხვდება ტყვიაო. ეხლა ვერ გადაწყვიტა რა გააკეთოს. განაეშინია კირიონ მეორეს. ვისი უნდა ეშინოდეს 10 წელი 10 სიცოცხლე დაასრულა იქ ტყვეობაში. წარმოიდგინეთ ესეთი კაცი რო ტყვეობაში იქნება. ხო და მაგრამ ფიქრობს რომ სწორე რომელია, ერისთვის გამართლებული რომელია. და ესეთი ჩანაწერი არსებობს, მდივანი ყავდა ანტონ გიორგაძე. და ანტონ გიორგაძეს წააკითხა ეს ბარათი. რა გავაკეთო? ვერ გადაწყვიტა რა რომელია. ანტონ გიორგაძე ამბობს, რომ მეო დაუჩოქეო და ვთხოვეო, რომ არ წახვიდე, ნუ დააობლებო ეკლესიას. იმიტომ რომ მოკლავენ და ისევ ეგზარხოსებს დაგვინიშნავენ. და იქნებაო რაღაცნაირად გამოვდრეთო და მივხვდი, რომ ლოცულობდაო და ეძებდა რომელიყო ღვთისნებაო. ამ დროს გადმოდგა ამბიონისკენ ნაბიჯი და ასეთი სიტყვებით მიმართა მრევლს. უფრო სწორად დააკვირდით, ეს არის მითიური სუნთქვა. მაგრამ მრევლს კი არ მიმართა, იქ მყოფ ქართველებს, იქ რამდენიმე ერთეული ხალხი იდგებოდა. საქართველოს ცოცხლად მიმართა. აი ეს არის ზუსტად მითიური სუნთქვა. კარდუს მიმართა, ჩემო ძვირფასებო, ქართველთა მითიურ შუაგულს მიმართა. და ნახე როგორ ცოცხლად, ანუ როგორც პიროვნებას, კარდუს, ისე მიმართა სამშობლოს ჩვენსაც. სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმეთ საშინა ტანჯვა წამებითა გამოწორთნილო. 10 წლის უნახავი მოვედი შენთან და შენ მე მეკითხები, რა მომიტანი, რა მალამოსას ცხებ, იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებსევ და მოსილსა. ყური მომიტყარ, არა მოվել რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სულის ახსრა ჩენდაო. ესე იგი, იმიტომ კი არ მოვედიო, აბა სამშობლო გააკ ხელფასი, კაი ფულს მომცემ, მანქანებს დამინიშნავ, დაცვას დამიყენებ, აგერ გაჭირებული მდგომარეობა, აი რას დამახვედრებ, რო ჩამოვედი 10 წლის უნახავი, აბა შენ აქ რას თავაზო? არაო, მაგიტო არ მოვედიო, იმიტომ მოვედი, რომ მე შემოგთავაზო ჩემი სიცოცხლე. მე შენთვის თავი გავწირო, მე შენთვის ვიბრძოლო, მე შენი ჭრილოვერის მოშუშებისთვის დავლიო ჩემი სიცოცხლე. ანუ შენ მოგეხმარო. აი ეს სიტყვები დღეს როგორც არასდროს ისეთი აქტუალურია და ჩემი აზრით ყველაზე კარგად გამოხატავს ზუსტად განწყობის მთავარ ასს. რომ ჩვენ კირიონივით დღეს ასე უნდა დავისახოთ, რომ სამშობლო დღეს ვერ მოგცემ შენ ვერაფერს, იმიტომ რომ მას უამრავი ჭრილობა აქვს. ის როგორ გადარჩა შენ არ გიყვირს? რამდენი სისხლი დაღვარა, ამდენი ოფლი დაღვარა, ამდენი გაჭირვება გამოიარა, გადაღლილია ეხლა. გადაღლილია და ის შენგან დახმარებას ითხოვს. აი როგორც კირიონმა უთხრა, იმიტომ კი არ მოვედი, რომ შენ რას მომიტან, მე რას მოგიტან, იმიტომ მოვედი, რომ მე შენთვის უნდა სიცოცხლე გავწირო, ჩემი ნიჭი, ჩემი უნარი, ჩემი ცოდნა, ყველაფერი შენ გამსახურო. აი ეს არის მამულიშვილური განწყობა. ანუ ნახეთ ახლა საქართველოს წინაშე დღეს ორი განწყობა დგა. ერთი, აბა რას მომცემ საქართველოს? არაფერს და შეუერთდე იმ 2,5 მილიონ ქართველს, რომელიც გარბის უცხოეთში და კიდე მრავალი რიგში დგა, კიდე და ერთი სული აქვს დროზე წავიდეს გააღწიოს აქაურობას. თუ მამულიშვილურად დავსახოთ გეგმა, რას მიცემ საქართველოს? აი, ეხლა უყურებთ.
რა თქმა უნდა, პირველი აღემატება მეორეში რამოდენიმე პროცენტი გადარჩა, მაგრამ აი ჩვენ რა ვთქვით, განწყობას აქვს ისეთი ძალა. თუ ასე განვეწყე, მე ჩემ თავში ვიპოვი ისეთ ძალას, რომელიც შეუძლებელს შემაძლებელია. აი ამ განწყობით უნდა შევცვალოთ დღეს ესეთი რთული და ესეთი უმძიმესი მდგომარეობა ჩემო ძვირფასებო. და რა თქმა უნდა, აი ერთი რა გამახსენდა რა. ერთი ესეთი საეკლესიო პატარა თხზულება. მოკლედ, კაცს ყანაში მუშაობდა და მოუტანეს ამბავი, რომ დროზე შენი სახლი იწვისო. გამოვარდა ეს კაცი, გავარდა სახლში და რას ხედავს ესე იგი. მთელ სახლს ცეცხლი უკიდია. არც ახანდრო მანქანა არ არის, არც არაფერი და დაახლოებით 20 მეტრზე მოდის წყალი. გავარდება ამ ორი ვედრით, აბა სხვა რა გააკეთოს. გაავსებს, როდის გაივსება წარმოიდგინე, გამოიქცე 30 მეტრზე და სახლს უკიდია ცეცხლი და ეს კიდე ასხავს ვედრებს, ასხავს. გამოვარდება ისა არ ჩერდება. ერთი პარტია, მეორე, აი მაგის ადგილზე ვიღაცა დაყრიდა, რა აზრი აქვს და მორჩა, არაფერი, მაგრამ ის ასხავს და ასხავს, ასხავს და ასხავს და ესე მთავრდება, რომ ღმერთმა დაინახა ამისი მცდელობა და უცბად მოავლინა დიდძალი წვიმა, ისეთი დიდძალი წვიმა, რომ ხანძარი ჩაქრა. აი ჩვენ დღეს აი ამ ესე იგი კაცივით უნდა ვიბრძოლოთ. თითქოს ეს რას მოიტანს, თითქოს არაფერს, მაგრამ აი ამ წვალებაში, ამ შრომაში, ამ ბრძოლაში, ამ თავდადებაში, ამ ოპტიმიზმის შენარჩუნებაში ჩვენ ღმერთი გვიყურებს, ჩემო ძვირფასებო. და ღმერთის ხელში არ არის ყველაფერი, ღმერთს არ შეუძლია უცბად შეცვალოს ყველაფერი, მაგრამ ჩვენიდან ელოდება, ჩვენ გვინდა ბრძოლა. აი ხლა მამა ბასილის ნაგივი მასწავლებელო ვამონტაჟებ ბანაკს ბაკურიანში, რომ ვიყავით. რწმენის ბანაკი ესეთი ბაკურიანში ესეთი ბანაკი ჩატარდა. და მამა ბასილი საოცარ სახარებიდან საოცარი რამ შენიშნა ალოცილმა ადამიანს. ხელ ნახე რას ამბობს. ესე იგი ებრაელ ხალხს ეუნება ღმერთი. აი ამ მდინარე იორდანეზე გადახვალ მთელი ელიო. და იმას კი არ ეუნება, რომ მიხვალთო, მდინარე გაჩერდებაო და გადახვალთო, ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. არამედ ნახე რას გააკეთებთო. მიხვალთო და მდინარეში ჩადგავთ ფეხსო. ანუ წყალში ჩადგავ რა და მერე გაჩერდება მდინარეო. კი არ ეუბნება, მდინარე გაჩერდება და გადადითო. ანუ მივიდნენ ახლა, ნახეთ ახლა უკან ფარაონი მოსდევს და უნდა ამოწყიტოს ეს დიდძალი ხალხი. მოდიან და მდინარეა, მეტი არაფერი, რა უნდა გააკეთონ? და კურთხევა ასეთია, შედით მდინარეში და მდინარე გაჩერდება. მაგრამ ამას არ ეუნება ღმერთი, მიდით იქ და მდინარე გაჩერდება და გადახვალთ. არა, ჩადგი ფეხი, დასველდი შიგნით. სცადე, კონდეს წმენა, აი წმენა ეგ არის. შენ ეხლა იცი, რას უშველი, მე ვერაფერს ვერ უშველი. დაიწვა სახლი, აბა მე რა უნდა უშველო. მართლა ვედრებით ვერ ჩააქრობს ის კაცი. მაგრამ ღმერთის ნებას არის მინდობილი, ღმერთის სიკეთეს და ღმერთის ძლევამოსილობას და არ ჩერდება და მოვა წათლები და ასხავს და წვალობს და შრომო. და აქაც ეუბნება, შენ სცადე. შენ ასე კი არა თქვა, თუ ღმერთი გააჩერებს წყალს, მერე გადავალ. არა გეუბნება, ჩადგი წყალში ფეხი. და როგორც ჩადგავ, წყალი გაჩერდებაო. ნახეთ, ანუ წმენა ის კი არ არის, შენ უნდა იმოქმედო, შენ უნდა გადადგა ნაბიჯი, შენ უნდა იბრძოლო და მერე მოგეცემა ღვთისასწაული. და მართლაც ესე იგი, ჩადგავენ ფეხს თუ არა, ხოჯერ წყალი, აბა მიდი ჩადგი, როგორია? ჩადგავს ფეხს თუ არა, ალბათ დასველდა კიდეც და გაჩერდა წყალი და გადავიდა ყველა. ხეთ რა საოცარია. მაგრამ ესენი რომ დამდგარიყვნენ აქედან და ეთქვათ ახლა ესე. აბა როგორ ჩავიდეთ? მდინარეა და ჩავიხრჩობთ შიგნით.
ღმერთმა კი გითხრა, მაგრამ აბა მიდი შენ ჩადი, აბა მიდი ერთი. არა კაცო მე ჩავიხჩობი და ვერავინ არც ერთი რო არ გადადგავდა იმ პირველ ნაბიჯს, თავისთავად ვერავინ ვერ გადადგავდა და მტერი მოვიდოდა და ჩახოცავდა სუყელას. აი ეს არის წმენა, აი ეს გადაგვარჩენს. საქართველო დიდგორის ბანაკი როგორ მთავრდება იქ ერთი ჩვენი მშობელი რო ამბობს, დიდგორმა დაგვანახა რომ ჩვენ უნდა ვძლიოთ რწმენით და არა ძალით. საქართველოს ძალით არასდროს არ გაუმარჯვია. სად ქონდა ჩვენ ძალა? ყოველთვის ცირერიცხოვანი ვიყავით და ყოველთვის ყოფნა არ ყოფნაზე იყო ჩვენი ბედი. როგორც დღეს, მაგრამ ვიბრძოლოთ და ყველაფერს მოგცემს ღმერთი. აი ეს არის განწყობა, ზუსტად რომ ამ განწყობით უნდა ესე იგი გავზარდოთ ჩვენი შვილებიც და გავზარდოთ კირიონ მეორის ზუსტად ბრძოლითა და განწყობით, რომ დღეს სამშობლოს ჩვენი დახმარება სჭირდება და აი ასე გავზარდოთ მომავალი. რას მივცემ სამშობლოს? რაც შეიძლება ბევრი შვილი უნდა გაუზარდოთ, უნდა ვიშრომოთ, არ უნდა შევეგოთ სიღატაკესო პატრიარქმა თქვა. ერთი წუთი გაჩერების დრო არ აქვს. აგერ დარიელ ხალხელაურმა დაიმახსოვრე ახლა რასაც გეტყვი, შენ არა გაქვს დაღლის უფლებაო, ასე მითხრა. აი ეს სიტყვაო შენ დავიღალე, არასდროს არ თქვაო მითხრა. შენ ამის უფლება ღმერთის წინაშე და სამშობლოს წინაშე არა გაქვს. ჩვენ არა გვაქვს ამის უფლება. სადა გვაქვს მაგისი დრო? აბა დარიგწერია, ოჯახში შემოგივარდნენ, ამ მტერი შემოვარდეს იარაღით. იტყვი რომ დაღლილი ვარ, ეხლა აბა რა გავაკეთო? ხო დაგხოცავე. ესე იგი, შენ უნდა რაღაცა იმოქმედო, რაღაცა გააკეთო და უნდა საბრძოლოდ მოვიმართოთ. აი კიდევ ერთი, ნახეთ რა საინტერესოა, ასევე წმენაზე. ესე იგი, მთელი დღე და ღამე თევზაობენ და თევზი არ არის. მოციქულები. ამ დროს მოულოდნელად ნავზე ჩნდება უფალი იესო ქრისტე. ესენი უკვე ჩახოცილები არიან, რა არაფრის თავი აღარ აქვთ, 100-ჯერ გადააგდეს ბადე და არც ერთი თევზი არ მოყვა. ვერც თევზი დაიჭირეს, დაიღალნენ კიდე ჩვიურებიც არიან და განწყობაც გაუფუჭდა. და უცბად პეტრეს ეუბნება ქრისტე, რომელიც მოულოდნელად მათთვის უკვე გაურკვევლად ნავში გაჩნდა და ეუბნება, პეტრე, გადააგდე თევზი, ბადი. და პეტრე ეუბნება, რომ რას ამბობ, დღეს ერთი 100-ჯერ მაიძიჯო და ერთი თევზი არ მოყვაო, მაგრამ უყურებას ეუბნება, მაგრამ რადგანაც შენ მეუნებ, კი არ იცის რომ უფალია, მაგრამ მორჩილებას იჩენს. ამ ერთხელაც ავცდიო და გადააგდეს ბადას. გადააგდეს და წერია იმდენი თევზი მოვიდა, რომ ბადეები დასკდაო. არასდროს დედამიწის ზურგზე ამდენი თევზი არ მოყოლია. თან წარმოიდგინეთ 100-ჯერ რო გადააგდეს და ერთი რო არ მოყვება. და ანუ ეს უკვე ღვთის ძალაა და აღარც თევზი უნდოდა პეტრეს არაფერი და მიხვდა რომ ნავში უფალი მოვიდა. აი ეს გვინდა ჩვენ. უფალი ხო გეუბნება, მე შენ გულის წინავ დგავარ, აქ არის, აი მოსულია. მაშინ სხვა დრო იყო, ეხლა აღმდგარია, უკვე ეკლესია აშენებულია, საზიარებელი საშუალება გვაქვს. სად არის მასე იყო პერიოდი კირიონ მეორეზე რომ მოვყევი, სად იყო ტაძრები, სად იყო მღვდლები, სად იყო წირვალოცვა. დღეს მადლობა ღმერთს, თუ მაგხრივ უარყოფითად არის ჩვენმა პატრიარქმა აგრეთ თავისი ლაშქარი ფეხზე დააყენა და ლაშქარი იბრძვის დღეს, იმიტომ რომ საქართველოში 1000-ეულობით ადამიანი ლოცულობს შვიდგზის ლოცვას. საქართველოში 1000-ობით ტაძარი წირვალოცვას აყენებს. კვირაში ერთხელ მინიმუმ და მრავალჯერ. ამდენი მონასტერი ყოველ დღე წირვებს აყენებს. და ის ძალა, ის ესეთი მარტივი არ არის ჩემო თვითფასებო. ამიტომ აი ჩვენც ეს ბადე უნდა მე ერთად გადავაგდო. აი იმ ცეცხლი რო გაგვიჩნდა და გვიკიდია, აბა რა, ჩვენ თელერს უკიდია ცეცხლი, ჩვენი სათლებით, ორი სათლით უნდა ვიბინო და არ გავჩერდეთ არც ერთი წუთი. იმიტომ რომ ერთხელაც იქნება უფალი მადლს მოგვივლენს ეციდან და უცბად ყველაფერი განწყობა შეიცვლება და ყველაფერი შეიცვლება დიდება უფალს. აი ეს ამას გვასწავლის ჩვენი ეს გასაკვეთი განწყობის თეორია. ზედა აპრილი ევლება ქუჩებს.
თბილისი ტანზე გაზაფხულ სიცვაფს და ჟრუანტელა და მივლის უცებ იყიდეთ მიწა ყვავილის მიწა იყიდეთ მიწა ეს ორი სიტყვა სიმღერასავით ესმოდა სულთანს შემდეგ ვაჭრობდა იუდა დიდხანს და საქართველოს გაყიდვა სურდა იყიდეთ მიწა ეს ორი სიტყვა გარდასულ დღეთა წუხილით მავსებს და მე ვიგონებ ტყვიების სეტყვას და სისხლის წვიმას თბილისის თავზე ვიგონებ ყველა დაცემულ ვაჟკაცს ვინც მტერს და სიკვდილს არ დახვდა ლაჩრად ვისი სახელით თბილისში დარჩა ვისი საფლავით თბილისში არ ჩანს ვინც მტერს მარაბდა დაუსვა ძვირად და ახლა მხოლოდ შენდობას ითხოვს იქნებ მათ საფლავს წაართვით ძირი იქნებ მათ საფლავს წაართვით სითბო ხომ მიწად იქცა თამარის ძვლები და ახლა იქნები მიწას ყიდით ჩვენ კი თვალები გვეღლება ძებნით ჩვენ კი დავდივართ კიდიდან კიდით ის მიწა ახლა რომ ყიდით გროშად ის მიწა ასე ცივად რომ უმზერ წინაპრებს ჩვენსა სიმძიმე დროში ავგაროზებად ეკიდათ გულზე რომ გული უნდა ქონოდათ მტკიცე რომ მკერდი უნდა ქონოდათ თბილი მიდიოდნენ და შეკრული ფიცით ერთ მუჭა მიწას აკლებდნენ თბილისს მიდიოდნენ და მამულის ცდაზე ეხარჯებოდათ ჯანი და ფიქრი სიკვდილს მოვარდნილ სამშობლოს ცაზე ეზიდებოდნენ სამშობლოს იქით და ჩვენი მიწა თბილისის მიწა მარაბდისა თუ კრწანისის მიწა დამწვარი ცეცხლით დამწვარი სიცხით ვინც საქართველოს თამარი მისცა ვინც საქართველოს რუსთველი მისცა არის დაღვრილი ცრემლი და სისხლი ეს არის ჩვენი მამების სულები რომელიც შემდეგ მამულად იქცა ეს არის ჩვენი დედების სულები რომელიც დედა სამშობლოდ იქცა ეს არის ჩვენი განვლილი წლები რომელიც ქართლის ცხოვრებად იქცა მუხმოყრილი მეგახვეწებით ნუ ხიდით მიწას ნუ ხიდით მიწას სანამ ყველა ქართველი თავის მშობლიურ მიწას სოფელს არ დაუბრუნდება მანამდე საქართველოს ნა არ იქნება ჩვენი ვალი არის რომ აი ასე განწირულებმა ვიბრძოლოთ არ გავჩუნდეთ არ გავჩერდეთ და ღმერთი ამ ჩვენ მონდობებას დაინახავს და თვითონ უფალი გადაგვარჩენს ერთმანეთს უნდა დავუდგეთ მხარში, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და რაც მთავარია, ერთმანეთის გატანა უნდა შეგვეძლოს. ჩემთვის პირადად ყველანი ხართ გმირები და ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ აქ ცხოვრობთ. ვერ წარმოიდგენთ რა კარგად გილას ხართ. რამდენად არგიჩებთ რა ქალაქში. მომავალში ყველანაირად ვეცდები. რო არ გავცხობდო. ყველაზე დიდი გმირები დღეს თქვენ ახართ. ვინც აი ჩვენ სოფლებს ამაგრებთ. ჩვენ ამის სათქმელად ჩამოვედით აქ რომ გითხრათ რომ თქვენ გმირები ხართ, განსაკუთრებით ეს პატარა ბავშვები. რაღაცნაირად უნდა გავამაგროთ, ამაზეა საქართველოს ბედი დამოკიდებული. მართლაც გმირები არიან ჩემი ბავშვები, ჩემი მასწავლებლები, ჩემი თანასოფლელები. ახლა რომ ვყურობთ, ასე კი არა აშვილებო, 3 მეტრი თოვლი გქონდა ამ ზამთარს. 1-2 დღეა რაც გაგასწროთ თოვლმა, თორემ მოვისწრებდით. მართლაც გმირები ვართ. აი პატარა ღებიდან ჭალებს ვეძახით 2 კილომეტრი, კილომეტრნახევარი, 3 კილომეტრი დადიან ბავშვები. ფეხით უძლებენ რამდენ გაჭირვებას. ასევე ჩემი თანასოფლელები. მარტო აი სახურავებს ჭირდება 60 გადმოთოვლა. გენაცვალოთ ჩემო გმირო ღებელებო. მესაზღვრეები, უფასო მესაზღვრეები. ერთი დღეს არ შემიძლია თბილისში გავჩერდე მე შვილთან რო ჩავიდოდი
როდის გასცენდებოდა წამოვიდოდი იმაზე მქონდა საქმე. ვერ ველევი აქაობას, ამ კლდეებს, ამ ბუნებას, ამ ლავას გახედე რაფერი მშვენიერება არის. ამას დაწევს კაცი და წავას ხო გარიცხოვე. მომწონს გაჰაერი და ძალიან ლამაზია აქაო. სოფელს უნდა დაუბრუნდეს ხალხი და ამ ჩვენ თაბარს, ხედავ? პატრონი სჭირდება, პატრონი. ჭირდება. პატრონი ჭირდება. ისე მიყვარს აქაურობა, რომ აქ შექმნი ოჯახ და აწავა ქალაქში. ებს დაღებელებს გაუმარ ჯას! გაუმარ ჯას! გაუმარ ჯას! ნუ გამიხით მიწებს. კმარა გოდება დედის. აკვანში ჩვილი მიწებს. გესმის ხუხუნი მტრედის. თვალში შემოყრას ნაცრი. არ გაპატიებს ერი. ღმერთი ცოდვას რომ გაცლის. გაშვებული აქვს ხელი. ნუ გამისხვისებ იმას, რაით საჭემოდით იმის. ხედავთ არი გადგმინავს. სულიელევა თითქმის. ამ ტანჯულ მიწა-წყალზე. არ გამიცინო მტერი. ქარქაში ნაგებ ხმალზე. სამტროდ მოწავა ხელი. ნუ გამიძარცვა იმის. ნუ წამივილწავ ხატებს. რადგან ქართველის რწმენას. მიწა სხვა ძალას ხატებს. ჰაი დედა საქართველოს. რამდენი მტერი ყავდა. სალოცავებს დახატებს. წმინდა თაგმუდი ჰკრავდა. და ვერ ვინჩეს მომაინც. და ვერ ვინ დასცა მაინც. ვერ ამოძირკვეს მაინც. ღმერთის ხელში არაიც. ნუ გამიყიდი მიწებს. არ ღირს სილაღე მტერის. გულზე ჩვილი რომ მიწევს. უკვე მამულზე მღერის. ჩვენ კი ბრძოლას ვართ გადანაჩვევი. ჩვენ კი ერთმანეთს წიხლავთ. სისხლს ვადებთ და გვირჩევნია შემონაჩვევი. ჰეი ქართველნო! სირცხვილი ჩვენი. ყველას გვეხება ეს განაჩენი. უფალო, შეგვინდა ეს საყოველთაო ქართველო ცოდვა. დაგვსაჯები. ოღონდ ნუ აიღებ ჩვენზე ხელს. დაგვსაჯები. ოღონდ ნუ აიღებ ჩვენზე ხელს. ჩვენი პატრიარქი ძალიან ხშირად ამბობს, რომ მიწას უნდა მივხედოთ. მე ვფიქრობ და ბევრი თანამოაზრე ვიპოვე ამაში, რომ საქართველოს ხერხემალი გადარჩენა, რისი შეიძლება ჩვენ გავიმართოთ წელს, ეს არის სოფელი. აი ამ ძვირფას ოთახებში დამხვდა 4 მაგი და 3 მაგი და აი ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. დღეს რატომღაც აი ადამიანი კიდევ უფრო რომ გამოფიტონ და კიდევ უფრო რომ გამოშიგნონ, რატომღაც თანამედროვე სამყაროს ცდილობს, რომ რამდენადაც მოწყვიტოს რეალურ სამყაროს და გადაიყვანოს ვირტუალურ სამყაროში. და აი ამ დროში თქვენ ხართ ის ადამიანები, ის ქართველები, რომლებიც სამყაროს უქადაგებთ, რომ რეალურ სამყაროში უნდა იცხოვროს ადამიანმა. და რეალობა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის კიდე ისა, რომ მივხედოთ სოფელს. ჩვენ აი ამ ზღვაში წვეთით უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ რუსთავში, თქვენ უწერაში, ღებელებმა ღებში და რა ვიცი, ასე მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ გვინდა რომ გითხრათ მადლობა, გვინდა რომ გითხრათ რომ ჩვენ გვიყვარხართ. ჩვენ პატარებს ალბათ არასოდეს ახლა დაავიწყდებათ ის რაც იხილეს თვალით. და ყველაზე უფრო ის არის, კარგი ის არის რომ აი იმედი არ დაგვეკარგა. იმედი ჩაგვესახა, აი ასეთი მომავალი თაობა რომ იზრდება, საქართველოს არ დაიღუპება, არ ჩაიჭირება ნამდვილად. მადლობა ბავშვებო თქვენ. აი ძალიან კარგები ხართ, ძალიან საყვარლები, ასეთი ენთუზიაზმით კვლავ გააგრძელეთ მუშაობა. ყველაზე კარგი ის არის კიდევ რომ აი თქვენ ორიენტი გაქვთ აღებული მაღალმთიან სოფლებში დაბრძანდებით. დღეს სწორედ აი ამ სოფელში ცხოვრება, გინდა პედაგოგიური მოღვაწეობა, გინდა ეს ბავშვები, რომლებიც აქ არიან და ამაგრებენ იმხეებივით აქაურობას, ეს არის გმირობა და თქვენ მართლაც გმირები ბრძანდები და დალოცვილები და კურთხეულები იყავით. შენ გმირი ხარ! მე დამნაშავე! შენ გმირი ხარ! მე დამნაშავე! შენ გმირი ხარ! მე დამნაშავე! მთელი სასოება ჩვენის ქვეყნის
ვისაც ჩვენზეა დამოკიდებული. პატარები ვართ, მაგრამ პატარა რკოდან დიდი მუხა ამოდისო. ქართველ კაცს უთქვამს. ჩვენი ხვალეც, ჩვენი მერმისი ჩვენა ვართ. გვიყვარდეს სამშობლო, ვიყოთ მისი დარდით მოავადენი. რა ვუპასუხოთ წინაპართა ანდერძს? დამბადებელო, ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა, როგორიც სამ დღეს საჭირო არის. სამშობლოს წყლებს როგორიც უნდა. ცრემლიანი ვიყავი, ამ ბავშვებს რო უყურებდი, ქართული სული, რაც უნდა კონდეს ქართველ გოგოსა და ქართველ ბიჭს, აი ამ ბავშვებში იგრძნობა. აი მართლა კარგი ბავშვები არიან სულ ყველა. ეს უდიდესი სიხარულია ჩვენთვის, უდიდესი პატივისცემაა. ეს ჩვენ სოფელს აკლია, აღარაფერი იმართება. საყვარლესი ბები აყავს. ისეთი გემრიელი რაღაცეები დაგვახვედრეს თილითაც საღამოსაც. ვიძევდა ჩიტების ჭიკჭიკი და მთის სახში შემოსვლები ერებ, რომ თასთან ახლოს ახლა მთის ძირში. მართლა დავიწყარი დღე იყო ჩვენთვის და ერთ დღეში შემიყვარდა საგანად. აი საოცრება თვილი ტკბილი. მე არ მინდა რომ გავუშვათ, ახლა თვილი მტკივა რომ მიდიან. მე შეფიდებ საფხოს ჩამოვინა. ძალიან მინდა და რომ კიდე ერთი თვე ორი თვე დარჩენილიყვენ და ზუსტად ვიცი რომ არა დღე არ მეყოფოდა. მეც რო ჩავალ, თამში სულ ნახავ ხოლმე. იმიტომ რომ ძალიან საყვარლებია. იყიდება საქართველო, იყიდება, მაგრამ ვერ გაყიდეს, ვერც გაყიდიან მერობის. იქ საქართველოში, სადაც ასეთი თაობა იზრდება, ვინ გაყიდის? ვერავინ მოგერება, ვერ თქვენ, ვერ თქვენ და ვერას. ერთიც რო იყოს საქართველოში და ასეთი პატრიოტული სულისკვეთებით დადგესა და ასეთი იდეები მოგვაწოდოს საქართველო არასდროს არ გაიყიდება, არც დაიჩოქება. ვაი, ჩემო საქართველო, შენ არ გავხარ სხვას. რა პატარა, რის პატარა, ვინ გიბედავს თქმას? შენ ხომ ღმერთის რჩეული ხარ. ღმერთი ხარობს შენით. თუ არ ღმერთი, ვის შეეძლო შობა შოთასენის? უქარქაშო ხმალო ახსდეკ, მოძრაობა გშვენის. შენ არა ხარი მრჯულისა ეშინია ვისაც მტერის. გკლავდნენ ზღაპრულ დევის მსგავსად. თავს გჭრიდნენ და თავს იბამდნენ. დიდი რომ არ ყოფილიყავ, დევი რომ არ ყოფილიყავ, გმირი რომ არ ყოფილიყავ, რას იზამდი? ერისულო, გძებნე, ორა იშვიათად ხვდებით. უცხოელთა ზეგავლენი თუ მოწყალოდ წდები, კვდები. სანამ დროა, კიდევ დროა, სანამ კვდები, სანამ კიდევ გიდგა სული ადექი და გამოყვებით. საქართველო, გულო ჩემო, წყლულო ჩემო, ცოცხლობ შენი, წინაპართა ძვლების დარა. ჩერა შენი გადარჩენის. ილია მართალი ჭავჭავაძე ამბობს, რომ ყოველთვის საქართველო იყო გადადიოდა ერთეულ ადამიანებს. შევიკრათ ერთად. შევიკრათ ერთად. გავიღოთ ხმა, ხელი. გადავარჩინოთ ჩვენი საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გამკლიანე და გადაარჩინე საქართველო. ამინ. დიდება ბრძანე მაცხოვრისა, წმინდა გიორგისა, ზეთქალაქისა, ჯვარცმისა, შეგეწიოსნე მისი მადლი. კარგად გენაცვალეთ, ნახვამდის. ეხლა მე მინდა დიმიტრი უსნაძის ერთი ძალიან ყურადსაღები თხზულება პატარა ნარკვევი წაგიკითხოთ, აქტიური ხასიათი ძლიერი ნება. აი რა სჭირდება დღეს ქართველს. ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავით არის დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს.
მუდმივი დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა, პატარა საქმეების ისეთი სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეების. აი რა გვაკლია ჩვენ. აი ახლა პატარა საქმის კეთება არ უყვარს ქართველს. აი პედაგოგი რო ხარ, გააკეთე რა, აი ფიზიკას ასწავლი თუ ქიმიას, მართლა გულით ასწავლე და ის ბავშვი ჩაიხუტე გულში, დაუმეგობრდი და იცოდე რომ ის არის გადამწყვეტი შენ. ის ახარ მე ვენახე, აი ესე მოუარე, ელაპარაკე, ესაუბრე, მოეფერე შენს მიწას, ქართულ მიწას, სისხლით მორწმულ მიწას. ის ახარ დამლაგებელი თქვათ გზებს რო ასუფთავებენ, ხო? მოუარე ის ხო ქართული მიწა, რუჯუნები ტყბილად გააკეთე, შენი პატარა საქმე. დედა ხარ, შვილებზე და ქმარზე იყავი გადამკვდარი. და ლოცვები წაუკითხე სამშობლოს. ეზიარე ყოველკვირა, რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია, შემოძვით ფასები. და აკე ღვთის მადლით არაერთი ქართველი დიდი ლაშქარი, ათასობით კიდევ მეორე ქართველი ამას აკეთებს ჩვენთან და ეს პატარა ძალა არ არის, შემოძვით ფასებო. ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება, ნებას მოქმედებს. ანუ პირველად ცეცხლი მოქმედება, დავიწყებთ ეგრევე, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. აი ამიტომ ვიცით კარგად საქმის დაწყება, მაგრამ მე შუაგზაზე მივაგდებთ ხოლმე. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. აი ეს არის ქართული ნაკლი. ანუ უნდა ბოლომდე ვიაწვე, არ გაჩერდე. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ. და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იცვრის. დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევს. და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანასდაც წყდება. ამიტომ არის რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ მარცხდები. ხედავთ რა საოცარი. ესე იგი ჩვენ პოტენციალ, ჩვენ შესაძლებლობად ჩვენ თვითონვე ვანიავებთ და მტერთან ეგრევე მარცხდებით. საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენ ხალხს ეს აკლია. უამისობაა რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი ძლიერი ნება, აი რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. შემოძვი ფასები. ესე იგი აქტიური ხასიათი და ძლიერი ნება გვჭირდება დღეს ყველაზე მეტად. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს რომ გლახაკები და მონები იმიტომ კი არა ვართ რომ ღატაკნი ვართ. არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ რომ გლახები და მონები გახლავართ. და თუ რამ გვჭირდება უპირველეს ყოვლისა აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო. აი რა არის ახლა ეს აქტიური ხასიათი? აი მანანა ვლადის რო აქვს რა. აი რო ვერ ისვენებს ერთი წუთი, ავთანდილობა არის. აი ტარიელი ბევრი ყავს, ჩვენ გულის ხალხი ვართ. ტირილი მაგრად ვიცით. და გულიანები ვართ და გულზე, მაგრამ ავთანდილობა არის დღეს ჩამყდარი. აი ავთანდილობა რა არის? ნახე ავთანდილმა რა გააკეთა. მიდის ახლა რომ 100 უნდა გაიგოს, 100-დან ვინ არის ეს ფერხის ტყაოსანი. ტარიელს ჯერ გაუშვებს, ჩამოვა და ამ ქალს ჯერ ისე მივაღდება და ვინ არის მითხარი. ისე ელაპარაკება, უარს ეთქოს ეს ქალი. მერე გაბრაზდება, დააბავს ხეზე. არ ხმას არ ამოიღებს, ეს მეორეც და მერე შეაშინებს, დანას ამოიღებს, ეტყვის მითხარი თორე მოკლავ. არ ეუბნება. მერე ახსნის, მოკლედ 1000-ნაირო არიანს ახსნის, 1000-ნაირო არიან და ბოლოს ასეთი რამით მაინც გულს მოუგებს.
დაჯდება და ტირებს დაიწყებს და იტყვის რაიმე ჩემო თავის სატრფოზე ტირის ამეშველება რაღაცა და შეყვარებული ხარო ასმათიოდ იო შეყვარებული ვარო და შეღომავიც არა გამანებე თავი და შეყვარებულმა გამომგზავნა ეხლა და ამბავი უნდა მიუტანდა შენ არაფერს მეუნები და რა გავიგო ვინ არის ეს კაცი და იმდენი ქნა რომ მაინც მიზანს მიაღწია და დაიმეგობრა ასმათ და მერე დაიმეგობრა კარიერიც აი ეს არის აქტიური ხასიათი აი ლადის ვამკვირდები ხოლმე რა ესე იგი სულ ინიციატივიანია აი სულ რაღაცას აკეთებს სულ რაღაცას მიდგება არ გაჩერდება ეხლა კახეთისკენ გადაინაცვლა კახეთისკენ და სახყარი ხომ მოაწყო და გადავიდა და სოფელი უნდა აქეთ საერთ აღარ ჩამოდის ეხლა ძროხების მოშენებით არის დაინტერესებული ხო და აშენებს რაღაცებს აგებს გაიგოს რადგან ძროხები უნდა ჩამოიყვანოს რაღაცა მეორე იდეა იქით სადღაც მიწა ქონია მამამის და ჯერ ხო სათბურები გააშენა ეხლა იმის იქით კიდე აქვს მიწა და ეხლა იძახის რომ ესე იგი რესტორანი და ანუ დარბაზი მინდა გავაკეთო 500 კაციანიო კახეთში 500 კაციანი დარბაზი არა ხო და რაღაცა კონსტრუქცია შეიმუშავა ბანკებში დარბისვა თან ნახე რისკია მე ხა ეს რისკი არა მაქვს უცებელად გეტყვი ასეთი აქტიური მე არა ვარ ის იქიდან მოულის არა აქედან მოულის მაინც ესე იგი ერთ ბანკს წარმოიდგინე უარი ხო რაღაცა ფული უნდა და ტრაქტორი უნდა ვიყიდო ორი ტრაქტორი იყიდა და მოვიწყდა მე თქო დიდი ტრაქტორები და თვითონ მართავს ხო იცი მანანა დაჯდება თვითონ და აგრეხინებს ამე ესე იგი აღას არ ცდილობს აღას არ აკეთებს და თან აი ეს ამდენ ხალხს ახლა ყველაფერთან ერთად ნახე რა გააკეთა რა აი რისკი არ არის მოკლედ ერთ-ერთმა ბანკმა მისცა რა ვიცი $100,000 თუ რაღაცა და ამ საქმეს სადროხო რომ უნდა ყოფნია და ამთავრებს რა ხო და ესე იგი ერთ ჩვენ მეგობართან ლევანთან ერთად წამოიწყო ლევანმა ძროხის მოვლას კარგად იცის და მოკლედ ეხალისება და ადგილიც გამოაჩნდა და ერთად იმიტომ რომ ლევანი აპირებდა უცხოეთში წასვლას ხო და არ წახვიდეო და ერთად გავაკეთოთ და ლევანი დაფიქრდა ეხლა ხო და ნახე ეხლა რა გააკეთა რა შევიდნენ ბიჭო ბანკში და ეს 100,000 ხო აიღო ხო და ლევანმა უნდა მოაწეროს რა იქ ხელი და ლევანმა რომ მოაწერა რაღაც ამოუგდო იქით რა იმ ბანკმა და ლევანი მალავს ხო და რა არის აბა გამოწიო და აღმოჩნდა რომ 70,000 ვალი აქვს რა ლევანს და იმიტოა გაჭედილი რომ ვეღარ ეწევა ამ ვარს რა ბანკმა ხო იცი რომ გადაგასწრებს და ხო და სანამ ლევანი იმას ავსებდა 100,000-დან 70 გადაუხადა იქავე ანუ დარჩა 30,000 მაგრამ კაცი გადაარჩინა წარმოიდგინე ეხლა მაგას შეეწევა უფალი აბა რა იქნება აი ეს არის აქტიური ხასიათი და ძლიერი ნება იქვე გადაწყვიტა საკუთარ ძმას საკუთარ შვილს ვერ აძლევენ ამ ხელათამყას აი ჩვენ ხო ვიცით რა ხდება კახეთში მაგის მეტი რა ხდება რა იმარებს ვერ იყოფენ შუაზე ვერ იყოფენ ელემენტარულ თუ შუაზე გაყოფა უჩის ხა ამან თავისი არც ნათესავია არც ბიძაშვილია არც მაგაცები და მეგობრები ყველა ვართ კაცო ერთმანეთი იქვე თან ფული არ აიღო ფული ხო იცი ისეთი რაღაცა $100,000 ქონდა და 70 გადაუხადა და ეხლა იდე ავიღებთო კაცო არა უჭირს რაღაცაო და აი ესე ადამიანი აი რა არის თან ესე იგი გარისკით უნდა გქონდეს თან ძლიერი ნება გადაწყვიტა და გადაუარა თავის თავს უცბად რა აი ესეთი ავთანდილური თვისებები გჭირდება ჩემო ძვირფასებო ეხლა ერთი პატარა ფსიქოლოგიური თხზულება რომელიც ძალიან საინტერესოა და დღევანდელ თემას ასახავს და ჩვენ ყველაზე მეტად გჭირდება ეს ყველაფერი მოკლედ ერთი მასწავლებელი კაცი მიდის გზაზე და დაინახავს რომ მორიელი რომელიც იკრინება შხამიანი კუდი აქვს უნდა რომ გადაარჩინოს აიყვანს ხელზე და დასწოდება ის საქმენად გაუშვებს რომ არ უკმინოს შხამიანია და მომწამლავია და ჩავარდება ისევ წყალში ვა არანებებს
ამ ფოთლით, ისევ ფოთლიდან ხელზე, ისევ საქმენა დასმემა, ისევ გაუშვებ. 10 ჯერ სადა. 10 ჯერ სადა, ავთანდილივით, 10 ჯერ სადა და ვერა მოყავს რა. ის დასწრება გვერდ. ერთი მოსწავლე თურმე უყურებს რა, იმ გზაზე გამოიარა და უყურებს. მეათეთაც რო ჩავარდა, მორიელი ეუბნება რომ მასწავლებელო, ამდენი ხანიო, მასწავლებელი ქვიაო. როგორ მაგის გააზრება არა გაქვეო, ეგ არის მორიელიო. ეგ რამდენი კიდე ხელით ამოიყვან, იმდენი საქმენად დაქმნა, დაანებეო რა ჩაიხჩოს. შენ მაგასო, რატომ მაგა როგორ ვერ ხვდებიო, ამ ხელა კაცი ხარო რა, შენი შნამიცა. ეხლა სულად უნდა წაუკითხო რა პასუხს გასცემს. მასწავლებელმა უპასუხა. მორიელის ბუნებაშია რომ კვენდეს და გესლავდეს. და ამას არ შეიცვლის, მაგრამ ჩემს ბუნებაში არის რომ დავეხმარო. ბევრი ცდებისა და წვალების შემდეგ მასწავლებელმა ფოთლების მეშვეობით გამოიყვანა წყიდან მორიელი და გადაარჩინა. დასჭირდა საღამომდე იყოფნა, 3 საათი დაკარგა, მაგრამ გადაარჩინა. შემდეგ მოუბრუნდა მოწაფეს და უთხრა, ეს არის ყველაზე მთავარი სიტყვები. არასოდეს შეიცვალო ბუნება შენი. არასოდეს შეიცვალო ბუნება შენი, თუნდაც კი ვინმე მოგაყენო შეურაცხყოფა და ტკივილი. უბრალოდ მიიღე სიფრთხილის ზომები. რამე თუ ადამიანები ყოველთვის უმადურები არიან იმ კარგისათვის, რომლებსაც სხვათა განხებულობენ. ხედავ რა საინტერესო ფრაზაა. მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ სიკეთე არ აკეთო, რომ მოაკვდინო სიყვარული, რომელიც ცხოვრობს შენში. ყოველ ადამიანს სურს მოინადიროს ბედნიერება, ხოლო მცირედნი კი მას ქმნიან. უფრორეს წუხდე შენი სინდისისათვის, ვიდრე რეპუტაციისათვის. რამე თუ სინდისი არის ის, რაც შენ ხარ, ხოლო რეპუტაცია კი არის ის, რასაც ფიქრობენ შენზე სხვანი. ანუ რას იფიქრებს ხალხი. და ჩვენ უმეტესობა, მე თქვენზე არ გულისხმობ, მაგრამ ზოგადად ცხოვრობთ ისე, აბა რას იტყვის ხალხი, აბა ჩემზე რას იფიქრებენ რაღაც. ამ დროს ეს არ არის სწორი ფიქრი. მთავარია სინდისის წინაშე, ანუ ღვთის წინაშე ვიყოთ მართლები. აი ესე ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ადამიანს ღმერთმა თავისი გონება მისცა. გონიერი სული, უკვდავი სული და თავისუფალი სული. შენ იმისთვის უნდა დახარჯო ღმერთივით სიცოცხლე, რომ ვიღაცა რას იტყვის და შენ როგორ უკეთესად მოკალათდე და უკეთესად მოიწყო ცხოვრება და რაღაცა წუთი სოფლის სიამტკბილობისთვის უნდა გაწიო ის დოვლათი, რაც ღმერთმა შენში ჩადო. ამ ხელა გონიერება, სული გონიერი, სული უკვდავი და დაუსრულებელი. და ამ ხელა სიყვარული ჩადო, წარმოიდგინე ღმერთმა, რომელიც შენ ამისთვის არა, ისე იგი რა წერია დახარებაში, უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ უნდა გასცე. შენ ღმერთმა ეს სიყვარული რომ ჩაგიდო, ნიჭი ჩაგიგო, უნარი ჩაგიდო, ხელი მოგცა, ფეხი მოგცა, გული მოგცა, უკვდავი სული მოგცა და გონიერება მოგცა. აბა დაფიქრდი, როგორ რა მოგცა, ღმერთივით მოგცა. იმიტომ მოგცა, რომ განიხთო, იმიტომ მოგცა, რომ გადაარჩინო ის, მერე რა გაგინოს და მერე რა გკბენდეს და მერე რა თუნდაც შეურაცხყოფაც მოგაყენოს და გულიც მოგყვეთოს. და შენ ამის გამო არ უნდა შეიცვალო ადამიანობა, იმიტომ რომ შენ ღმერთთანა გაქვს ანგარიში. ღმერთთან უნდა ჩააბარო, ღმერთის წინაშე უნდა წავშტკე და არა წუთი სოფლის წინაშე შემოგვიფასები. აი ეს არის ჩემი აზრით ძალიან დასაფიქრებელი და განსაკუთრებით ჩვენთვის. ახლა 100 ჯერ და 1000 ჯერო ცუდად მოიქცევა ბავშვი, თუნდაც შვილი, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრი, თუნდაც ჩვენ მოსწავლე, ჩვენ 100 ჯერაც და 1000 ჯერაც უნდა ისე მოიქცეთ, როგორც ღმერთისთვის სათნოა. შალვა ამონაშვილმა ძალიან მაგარი ყურადსაღები აზრი მითხრა, აი გიგანტური რო იტყვიან, მთავარიაო იმ მომენტშიო, აი რთული მომენტი რო გაქვს, ისე კი არ მოიქცე, როგორც შენ ფიქრობ, რომ სწორე რაც არის.
ამას ეს ყველა აკეთებსო. აი სიტყვაზე მიგაჩნია რომ უკვე უნდა გააძევო რა სკოლიდან, კლასიდან, წადი რა შვილო, წადი რა სახლში გამანებე და ვერ გავაჩერებ და ამას ვერაფერი მოუხარ. წადი შვილო, ვინახავს. აი შენ ფიქრობ რომ უკვე შეუძლებელია ვეღარ აჩერებ, უნდა გაუშვა რა, სანამ რაღაცა უფრო არ დაიძაბება სიტყვა. არა, ეს ყველა შეუძლია, ეს არ არის პედაგოგიკა. აი შენ ამ დროს უნდა ღმერთი გაიხსენე. და ღმერთმა აქ რისთვის დაგაყენა და შენიდან ახლა რას მოელის, აი ახლა რა ნაბიჯის გადადგმას, რა სიტყვა პასუხს, რა ქმედებას, აი ღმერთს რო გაიხსენებ. ეტყვი რომ ღმერთო მომადლე ახლა რომ ის კი არ გავაკეთო რაც მე მსურს და რაც მე მგონია სწორია. არამედ მომეცი ძალა, სიბრძნე, სიყვარული, რათა აღვასრულო კეთილინება შენი. აი ეს არის უკვე სიბრძნე ჩემო ძვირფასები. და ბოლოს წიგნი მთავრდება პატრიარქის ეპისტოლიდან ამონარიდით მიმართვა ახალგაზრდებს და ამით დავასრულებ. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას. ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს, გაუძლებს იმ განსაცდელს, რომელშიც იმყოფება დღეს. ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, ისეთი გამოცდილება, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდობისაგან. მომავალი ჩვენი ახალგაზრდობის ხელშია და იმედი მაქვს, რომ დაძლევთ. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი, უფალმა მოგცეს ძალა და მშვიდობა, ეს ღვთისგან მინიჭებული მადლია. ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისგან, აიღეთ მაგალითი ჩვენი წინაპრებისაგან. ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთის შიშით იყვნენ ახსნილი. მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა შეგეწევათ თქვენ. მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა ეწეოდა ჩვენს წინაპრებს. იდება უფალს, ეგე ზეციდან დაღლოცოს ახლა პატრიარქმა, ვაკურთხოს და მოგცეს სიბრძნე, სიყვარული, ძალა, ღონე, შემართება და ხალისი, რომ აღვასრულოთ კეთილი ნება ღვთისა, როგორც ეს ჩვენმა მაღალ ღირსეულმა წინაპარმა აღასრულა და ჩვენამდე მოიტანა ქართული იდეა, ჩვენც ვემსახუროთ ამ იდეას და გადავცეთ ჩვენ მომავალ თაობას. არსებობს ორი მხარე. სამოთხე და ჯოჯოხეთი. თუ ცუდად მოიქცევი, მაშინ ჯოჯოხეთში შესაძლოა მოხვდე. მაგრამ რადგან თავისუფალი ნება გვაქვს და თუ ღმერთს ვადიდებთ და კარგად მოვიქცევით, გვეყოლება მტერიც, ახლობელიც, მაშინ სამოთხეში მოხვდებით. დღეს როგორც ვიცით, ძალიან მოძლიერდა და ძალიან მომრავლდა ჩვენი მტერი. და ის უკვე ესე ხმლით აღარ გვიტევს და გულში აღწევს და ამ გზით ცდილობს ჩვენს მოსპობას და ისეთი ასაკი მქონდა, რომ ეკლესიას შორდებიან ბავშვები და ძალიან მიხარია, რომ თქვენ შემოგიერთდით, იმიტომ რომ რადიკალურად შეცვალა ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ წამოვედით, რადგან ყველასთან უფრო დავახლოვდი. აი, მაგალითად, რამოდენიმესთან არ მქონდა ისეთი ურთიერთობა, როგორც სხვებთან და ძალიან კარგი მეგობრობა დავამყარეთ თითოეულ მათგანთან და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. თქვენს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. აი, შთაბეჭდილება არ არის, ეს მართლაც ასეა, იმიტომ რომ აი, ქრისტიანობა ისეთი რამეა, რომ ერთიანობას მოითხოვს. და ჩვენ თუ ცალ-ცალკე ვიქნებით, მტერი ისე დაგვამარცხებს, მისთვის არაფერი არ ვიქნებით და ერთ მუშტად შეკრილ ქართველობას ვერავინ არ დაამარცხებს. ღმერთმა გვასწავლა, რომ ყველაფერი უნდა გვეყოლდეს, თუნდაც მტერი იყოს.
აქ არიან ბავშვები, რომლებმაც თავიანთ გულში მტრის სიყვარული განახორციელეს და შეუძლიათ, რომ თავიანთ იმ მტერიც კი, ცუდის გამკეთებელიც ასე გულით შეიყვანონ, როგორც ასე ერთმანეთი უყვარს და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არსებობს, რომ სხვა ადამიანი გიკეთებს ცუდს და შენ კიდევ მას მაინც კარგს უსურვებ, იმიტომ რომ გული გაქვს სიყვარულით სავსე და როდესაც შენს გულში სიყვარულია, ყველა და ყველაფერი გიყვარს. ამით 60-ში ხვდები, აი პატარა 60-ში ჯერ ერთი და ახლა ასეთი ლამაზი, საყვარელი, შენაირი თანამოაზრე და უფალთან რო უნდა ყველას დგომა და ყველა შენაირად რო აზროვნებს და შენი სიყვარულით არის გაჯერებული, უფლის სიყვარულით. ყოველი დღე, ყოველი საათი, ყოველი წუთი მათთვის არის გაკვეთილი. ერთ მაგალითს მოვიყვან, აქ ჩვენ გვყავს მშობლები, ცოლ-ქმარი, რომელთაც ძალიან უყვართ ერთმანეთი და ჩვენ როცა უნდა გვეტრაპეზა ერთად, ბავშვებს დაეძინათ და ვთხოვეთ, რომ ჩამოსულიყვნენ მშობლები და დედამ გვითხრა ასეთი რამ, რომ მეო ბავშვთან უნდა დავრჩეო და ვერ წამოვალო და ვთხოვეთ, რომ მეუღლე წამოსულიყო მისი ჩვენთან და ასეთი რამ მითხრა, რომ დიდ ბოდიშს გიხდითო, ვერ შეძლებსო ჩემი მეუღლეცო წამოსვლასო, რადგანო ჩვენ ერთმანეთის გარეშე არსად არ დავდივართო. აი ესეთი ოჯახების მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები. აი ესეთი ოჯახი რა იშვიათია, მართლა იშვიათია და აი ღმერთთან რო არიან ორივე ესე ბედნიერად, ჩვენი მიზანი არის უკვე რომ ამ ბავშვებმა შექმნან წმინდა ოჯახები, ისეთი ოჯახები, რომელიც იქნება ღვთიდან კურთხეული და სამარადისო სიყვარულს იპოვიან. და თუ ეს მიზანი განხორციელდება, ზუსტად ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ის გადარჩენის გზა, რომელსაც აი ასე ვეძებთ ადამიანები და თუ შეძლებენ, რომ აი აქ დედამიწაზე შექმნან ოჯახური სამოთხე, იქაც უფალი დაუმკვიდრებთ მარადიულ სასუფეველს. მე მჯერა, რომ აქ ვინებიც არიან, მასეთ ოჯახებს შექმნიან. აი, მთელი გულით მჯერა. უდიდესმა სითბომ დაისადურა ჩემს გულში. ასე რომ გავერთიანდით ბავშვები რამდენიმე მხრიდან, რამდენი ქალაქიდან, ესე რომ ვცხოვრობთ ერთ ოთახში, ერთ სახლში, ჩვენ თვითონ ვაკეთებდით ყველაფერს, როცა მოგვინდებოდა საჭმელს ვიმზადებდით, ოთახებს ვალაგებდით, ესე ერთად, კარგად, კბილად, როგორც პატარა რა დიდი ოჯახი. ამ ბავშვების გულები ერთმანეთში გადაჯაჭვულია უკვე აი ამ მეგობრობის, ვეფხისტყაოსნური მეგობრობის და თავგანწირვის სურვილით და ამიტომ ჩვენ კიდე ისღა დაგვრჩენია, რომ ეს სიყვარული მათ გზად და ხიდად დაუფინოთ. აი ხომ ყავს მეგობრები და სულ უყვით, რომ როგორ იმაშვებით ესებენ, არ იციან იმათმა. ჩვენსავით ესეთი სიხარული და ბედნიერება, რასაც ჩვენ ამ დღეებში ერთად ვატარებთ, მაგათ ეგენი არ აქვთ. და აი მინდა, რომ აი ყველა ჩვენნაირად იყოს, ყველამ გაიცნოს ღმერთი. არ ეთმობათ ერთმანეთი, ცრემლებით ემშვიდობებიან ეს ბავშვები ერთმანეთს და წამებს და წუთებს ითვლიან. აქ შევამჩნიეთ ძალიან ბევრი ცრემლიანი თვალი. მაგრამ სევდიანი არავინ არ ყოფილა, ეს ყველა სიხარულის ცრემლი იყო და რავი, მეც მეორე ცრემლი წავს და სიხარულის. ამიტომ ეს დღე ცხოვრებაში დამამახსოვრდება და სულ მოვიგონებ ხოლმე, სულ კარგად და ბედნიერად. ეს ბავშვები არა მარტო ჩვენი მოსწავლეები არიან, ჩვენი მეგობრები არიან, ყველაზე გულწრფელები, სანდოები და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მომავალი თაობა მოდის და ზუსტად ვიცი, რომ ეს ბავშვები ძალიან ბევრ რამეს შეცვლიან. აბას თუმაზე უკეთესი იყო ეს და მჯერა, რომ კიდევ უკეთესი იქნება ეს ყველაფერი ჩვენს, იმიტომ რომ ამ ბავშვებს რო უყურებ, ისეთი გულით არიან ეს პატარა ბავშვები და ისე უხაროდოთ ეს ყველაფერი, რომ რავი, ეს არ დაიკარგება არაფერი. კიდევ გვინდა, რომ რომელი რეგიონიდანაც ვერ მოახერხეს წელს ბავშვებმა ჩართვა, შემდეგ პროექტებში ის ბავშვებით შემოგვიერთდნენ და ერთიანად ესე სიყვარულით ავაგოგუნოთ მთელი ჩვენი სამშობლო. ისევ გავიდა დღე სიახლეს ელია ოცნების ქალაქში ძიგეს ელია ნუ დაუშლი ბავშვს, ნუ დაუშლი ფიქს, ფიქს ოცნებას, ნუ დაუშლი ბავშვს, ნუ დაუშლი ფიქს, ფიქს ოცნებას. ჩვენ ავაშენებთ ოცნების ხალხს, ოცნების ხალხს, ოცნების ხალხს. ჩვენ ავაშენებთ ოცნების ხალხს, ოცნების ხალხს.
ოცნების ხალხს და შენ დავშლი ბავს დავშლი ფიქს ფიქს ოცნებე დავშლი ბავს დავშლი ფიქს ფიქს ოცნებე და თუ შენ ჩამგიდებ ხელს ჩვენ არ შევაჩერო ჩვენ არ შევაჩერო ჩვენ არ შევაჩერო და თუ შენ ჩამგიდებ ხელს ჩვენ არ შევაჩერო ჩვენ არ შევაჩერო ჩვენ არ შევაჩერო